მოგესალმებით, ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ დღეს მე ჩავატარებ კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს სამი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2022 წლის 15 ნოემბრის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს გამსესხებელი და საქართველოს მსესხებელი შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების ნომერი პირველი ცვლილება. მოხსენებელი არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. დღის წესრიგის მეორე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ განხილვა მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით, რომელიც პირველი მოსმენით გუშინ განვიხილეთ. მოხსენებელი არის ბატონი ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და ქალბატონი თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე და მესამე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა ასევე მეორე მოსმენით, ასევე დაჩქარებული წესით და აქაც მომხსენებლები არიან ბატონი ზვიად გაბისონია და ქალბატონი თამარ მახარაშვილი. თუ დღის წესრიგთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ არის, შეგვიძლია რომ დავამტკიცოთ მომხრე. დამტკიცებული არის. მივყვეთ თანმიმდევრობით პირველ საკითხს წარმოგვიდგენს ბატონი გიორგი კაკაურიძე, ასევე გათვალისწინებული გვაქვს, რომ ამ საკითხზე თუ კი რაიმე დამატებით კითხვა იქნება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც არის მითითებული როგორც მომხსენებელი. გთხოვთ ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებასთან დაკავშირებით, ზოგადად შინაარსი რომ მოგახსენებათ ადამიანური კაპიტალის რეფორმის ფარგლებში ჩვენ მსოფლიო ბანკთან ჰქონდა შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა 2022 წელს და საბოლოო ჯამში 358 მილიონი ევროს, 358,5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი არის გამოყოფილი, ოღონდ ამ სესხის ჩამორიცვა ხდება იმ რეფორმების განხორციელების კვალდაკვალ, რომელიც განათლების სამინისტროში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით ხორციელდება. ეს პროგრამა ძალიან მოეწონა, ასე ვთქვათ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსაც და უკვე 2022 წლის ნოემბერში, 15 ნოემბერს ხელი მოეწერა მათთან და დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფას, რომელიც ზუსტად იმავე რეფორმებზე იყო მიმართული, როცა Human Capital-ის წოდებული მსოფლიო ბანკის რეფორმის ფარგლებში და გამოიყო დამატებით 100 მილიონი евро. ამ ნაწილში ჩარჩო ხელშეკრულება იყო 100 მილიონი евро, საიდანაც 50 მილიონი ევროს გააქტიურება მაშინვე მოხდა და 50 მილიონი ევროს გააქტიურება დაგეგმილი იყო გასულ წელს. თუმცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რეფორმის დეტალებზე და ასე შემდეგ, ამიტომ გასულ წელს მეორე 50 მილიონი ევროს გააქტიურება არ მომხდარა. 2025 წლის 15 ნოემბერს ამოეწონა ამის გააქტიურებას ვადა და შესაბამისად ახლა ჩარჩო შეთანხმებაში შედის ცვლილება და 2026 წლის 15 აგვისტომდე გადადის. ეს შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ რომ გავააქტიუროთ უკვე მომდევნო თვეში გავააქტიუროთ მეორე 50 მილიონი евро, რომელიც ჩამორიცხვას დაგეგმილია უკვე მომდევნო წლის ბოლომდე, რა პერიოდზეც დაგეგმილია ის რეფორმები, რომელიც ადამიანური კაპიტალის რეფორმის ფარგლებში არის გათვალისწინებული როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით. უკვე ჩამორიცხული პირველი ტრანშიდან არის დაახლოებით 22 მილიონი евро, წელს ნაწილი ჩამოირიცხება კიდე, დანარჩენი უკვე მომდევნო წელს არის დაგეგმილი რომ ჩამოირიცხოს. მადლობა. მადლობა, ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა? ქალბატონ თამარს მოусმინოთ. მოგესალმებით, მადლობა პროექტის წარდგენისთვის. განათლების რეფორმა, რომელიც დაანონსდა და მიმდინარეობს ახლა, როგორ მოდის თანხმედრაში, ან ხომ არ გაჩნდა რაიმე წინაღობები ამ მიმართულებით, ამ რეფორმიდან გამომდინარე, ეს მაინტერესებს და თანხა, რომელიც ჩაირიცხება, რამე კონკრეტული მიმართულებით არის დათქმა, რომ და ანუ თქვენ თქვით რომ განათლების მიმართულებით და ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ კონკრეტულად განათლებაში რა მიმართულებით იქნება მის გახარება? ქალბატონ თამარს თხოვოთ რომ უპასუხოს.
Sobri შეკითხვებია. ჩვენ გვაქვს ასეთი ფორმატი აწყობილი, საკმაოდ მოქნილი და რეალურად იმ დიალარების ფარგლებში და აღებული ვალდებულებების ფარგლებში გვაქვს ხოლმე განსაზღვრული დრო, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული რევიზია და გადახვედება. ფუნდამენტურ ცვლილებებს ეს არ ითვალისწინებს, მაგრამ რაღაცების დაკონკრეტებას და დალაგების შესაძლებლობას კიდევ უფრო დაწვრილებით თუ რამე გვაქვს დასაკონკრეტებელი იძლევა. არც ერთი პუნქტი და არც ერთი აქტივობა იქ არ არის ისეთი, რასაც ეხლა რა კითხვას თქვენ დასვით, რომელიც არ მოდის რეფორმასთან შესაბამისობაში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრირებს თავად ამ პროცესს და თვეში ერთხელ მაინც მინიმუმ გვაქვს ხოლმე შეხვედრა, სადაც ეგრეთ წოდებულ მიმდინარე ანგარიშსაც ვაბარებთ და თუ რამის დაკონკრეტებაა კიდევ საჭირო თუნდაც ამ რეფორმის გადმოსახედიდან, იქ ხდება დაკონკრეტება და ისე რომ არც ერთი აქტივობა არ არის, რომელიც რეფორმიდან არის ამოვარდნილი და მუდმივად ამონიტორინგებს ამ პროცესს ფინანსთა სამინისტრო. მადლობა. Mēs დავამატებ, ძირითადად არის სკოლების და ბაღების ავტორიზაციის ნაწილი, გაციფრულების ნაწილი ჯანდაცვის სექტორში და სოციალური მიმართულებით და მსგავსი რეფორმები, რომელიც ხარჯვას უფრო ეფექტურს ხდის საბოლოო ჯამში და ამიტომ რაიმესაც წინააღმდეგობაში ეს ვერ არის. რაც შეეხება თანხას, თანხა პირდაპირ მიბმული არ არის, უბრალოდ რეფორმა, რომელიც შეთანხმებულია რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, რა დაგვიждდება ის რეფორმა არავის არ აინტერესებს, ანუ ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ხარჯავთ იმ რეფორმის განხორციელებაზე შესაბამის თანხას და შემდგომ გაწერილია თითოეული დიალარი ეგრეთ წოდებული ბენჩმარკები, ინდიკატორები რაც უნდა მივახციოთ კონკრეტულ პერიოდში და იმის მიხედვით ირიცხება თანხა. ბატონ ლადოს თხოვოთ კითხვა აქვს. ჯერ ბატონ ლადომ დასვას და შემდეგ დაზუსტებებით ვისარგებლოთ ჯობს. მადლობა. ბატონ გიორგი, კითხვა, პირველ რიგში 3 წლის ვადაში რატომ არ მოვითხოვეთ მეორე ტრანშის გააქტიურება, რა იყო ამის მიზეზი და ახლა 50 მილიონს იგივე რაც ქალბატონო ტატამ მიკითხა, რა მიმართულებით ვაპირებთ, რომ დავხარჯოთ როგორ იყო გათვლა თავიდანვე ჩარჩო ხელშეკრულებაში. მადლობა. პირველი არ მოვითხოვეთ, იმიტომ რომ პირველი 50 მილიონი არ გქონდა ჯერ ათვისებული, ანუ გარკვეული რეფორმების ნაწილში მოახსენე რომ 22 მილიონი ევროა ჯერ მიღებული და ახლა 22 მილიონი 400.000 евро, წესველოდებით დაახლოებით მილიონამდე ჩამორიცხოს და ამიტომ ადრე გაფორმება გამოიწვევდა ეგრეთ წოდებული როცა ხშირად ანგარიში გამოხმნე ვალდებულების გადასახადის უფრო ადრიანად დაწყებას და ნუ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რაც შეეხება მიმართულებას, ეს კიდე ერთხელ გავიმეორებ, კონკრეტული მიმართულებით ეს თანხა არ არის, როდესაც ვახსენებთ ხოლმე ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტები, ბიუჯეტი ხარჯავს რეფორმების განხორციელებად თანხას და მოდის ბიუჯეტში ერთიანი საერთო ხარჯების დასაფინანსებლად. კი ბატონო, შეგვიძლია რომ დააზუსტოთ. სხვა კითხვა ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგანაც არ არის, შეგვიძლია რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს კენჭი ვუყაროთ მომხრე. მიღებულია, წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია. მადლობა ბატონ გიორგი და გისურვებთ წარმატებებს. შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, რომელსაც როგორც ხვდები ქალბატონი თამარი წარმოადგენს. ქალბატონ თამარ, გთხოვთ რომ განვიხილოთ მეორე საკითხი და მუხლობრივად შეგვიძლია რომ გავყვეთ მანამდე შესავალი სიტყვით ხომ არ ისარგებლებთ და მუხლობრივად გავყვეთ. შესავალი სიტყვაში იმას ვიტყვი, რომ პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ ჩართულობისთვის, რომელიც თუნდაც პირველი მოსმენის დროს იყო. ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, შესაძაც ამხელა ნაბიჯებს გავს სახელმწიფო, პირიქით, ნებისმიერი კითხვის დასმა, ნებისმიერი ღრმად შესწავლა თითოეული საკითხის ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ემსახურება ჩვენს ინტერესებს და უფრო მეტი ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი თაობის ინტერესებს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში წარმოდგენილი და მინდა მადლობა გითხრათ. მადლობა, გეთანხმებით. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. ამ მიმართულებით ამ კანონპროექტში წარმოდგენილი არის ერთი საქართველოს კანონის პროექტი და პირველ მუხლში ხომ არ არის რაიმე ცვლილება თქვენი მხრიდან ეს რომ გითხრათ? ეს არის სახელმძღვანელოების მიმართულებით, ხომ? ამას ვთხოვთ, კი ბატონო. პირველი მოსმენის შემდეგ მუხლში ცვლილება არ განხორციელებულა. კეთილი, ჩვენ იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციებით იყო ასეთი კომიტეტის რეკომენდაცია, რომ შევიდეს ცვლილება და ამოღებული იქნეს ჩანაწერი მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით და ახალ რედაქციაში დარჩეს მხოლოდ მინისტრის ინდივიდუალური გარეშე მინისტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. ეს არის ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული ცვლილება და მეორე მუხლი არის რომ კანონი ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე და აქ ხომ არ არის რაიმე ცვლილება თქვენი მხრიდან. არანაირი წინააღმდეგობა არ არის, გავლილია და მიღებულია თქვენი შენიშვნა. მადლობა. კოლეგებო, ხომ არ არის რაიმე კითხვა?
არ პროექტშია და დიახ, ვათანხმებთ. კი ბატონო. რაიმე შეკითხვა ხომ არ არის ან შეფასება? კი ბატონო, მაშინ შეგვიძლია რომ მეორე საკითხსაც კენჭი ვუყაროთ მომხრე. წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, მიღებულია მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით და გთხოვთ რომ გადავიდეთ მესამე საკითხზე, რომელიც არის პაკეტი. გავყვეთ ხომ გავყვეთ მხოლობრივად ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს განათლების შეტანის თაობაზე პროექტი პირველ მუხლში ხომ არ არის რაიმე ცვლილება? არაც არ განხორციელებულა ცვლილება. კი ბატონო, მეორე მუხლში ხომ არ არის რაიმე ცვლილება? არ განხორციელებულა. და მესამე მუხლი ამოქმედებასთან დაკავშირებით აქ ხომ არ შესულა რაიმე არა, ცვლილება? არ განხორციელებულა არც კი აქ. ბატონო და ამავე პაკეტის მეორე კანონპროექტი ეს არის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველ მუხლში ხომ არ არის რაიმე არ ცვლილება? განხორციელებულა. და არც მეორე მუხლში არ არის როგორც ვთქვით. დიახ. კი ბატონო, აქ ხომ არ გვაქვს რაიმე კითხვა ან შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით? რადგანაც არ არის, მაშინ შეგვიძლია რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხსაც ვუყაროთ კენჭი მომხრე. წინააღმდეგი არავინ არ არის, თავიც არავის შეუკავებია, ერთხმად მიღებულია მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით. მადლობა ქალბატონო თამარ, კოლეგებო, გისურვებთ წარმატებებს.